რეჟისორი აჰმედ ქათიქსიძე. შავი ფული და სიყვარული. გონი სწორად არ აკეთებ, ომერ. გეყოფა არ და ისე ლაპარაკობ, თითქოს რამე იცოდე. კარგი რა, შეიძლება ვიღაცა სიმართლე ეგონოს. ბევრს ნუ ლაპარაკობ. უთხარი ჩართონ. ჰასან, მიდი უთხარი განათება ჩართონ. ბიძია შემუს, ანთე. შვილო, ნუ დარბი ხარ. გაოფლიანდები და ტანსაცმელი დაგესრება. ვისვე უბნები. ესეც ასე. მერე შემახსენე და გამეცადინე ბარდა. ფერჰად, მანქანასთან ვიქნები. კარგი, ომერ. დედა, ხო. ადრე ხომ არ არის, გაცივდება. თებშები გავამზადოთ. მერე კი ცხელი ერბო დავაცხათ. ქონდარი მოიტანე? მოვიტანე. ფელინ, გასინჯე, თავს არ ვიგებ, მაგრამ თითებს ჩაიკვნეთ. დედამ მასწავლა, ჩვენებური კერძია. მიდი გასინჯე. ხო, ეტყობა ძალიან გემრიელია. შეგერგოს. ომერი სად არის? წეღან აქ იყო, მგონი მანქანის მოსართავად წავიდნენ. მალე მოვლენ, მანამდე სუფრა გავაწყოთ. ყველა ძალიან შია. ეს სად იპოვე? რომ მითხარი, მანქანა უნდა მოვთოთო მაღაზიაში ვიყიდე. ყოჩახ, კარგად მოგიფიქრებია არ და. ჭკვიანი ბიჭი ხარ. ოქროსადა. ფელოს აქვს. კარგია. ჩემი ძმა ჯერ არ ჩანს. დღეს საერთოდ არ მინახავს. სამსახურში არ მოსულა? არა. ბოლო დროს შენ და შენი ძმა რაღაცას გვიმალავთ. ხანში მივაკრათ. შენი ერია. ო, კარგია. ელიფი ნახე? ელაპარაკე? ელიფზე მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. დამშვიდდი, ისე გკითხე. როცა გოგოს ვერაფერს თავაზობ, უნდა მოერიდო. მართალია. მეგობარო, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით რას ფიქრობ? ელიფს რას უპირებ? ნათლია, ჰასანი მომსდევს, მიშველე. არ იჩხუბოთ. არ შეიძლება. წადით და ითამაშეთ. მიდი გაიქეცით, ითამაშეთ. ომერ, მეგობარო, შენ რომ არა რიტუალს თავს ვერ გავართმევდი. ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. ნათლიამ თავი არ შეირწყვინა. ალას თო ბიჭი მალე გაჩუქოს, მხრებზე უნდა შევისვა ხოლმე. რაღა დრო შემეშვილია ფერჰად. რას ამბობ, ჯერ ყველაფერი წინაა. ჩემი შვილის ნათლია შენ იქნები. მოიცადეთ. ერთ მანქანაში ვერ ჩაეტევით, ზოგი აქეთ. წინ მე დავჯდები. არა, მე დავჯდები, ეს ჩემი რიტუალია. გეუბნებოდი არ გეტკინება მეთქი, მაგრამ მოგატყუა, ძალიან მტკივნეულია, ძალიან. ხმა არა მოგიღია. ყოჩახ, შენი თვა მაყობ. დაიყვირა, მე გავიგონე. იცია, სულ ფული მოაქვთ. ოქრო რატომ არ არის? ჩუმად. ცირცხვილია შვილო. სხვისთვის მისაცემი ოქრო ვის აქვს? ომერ, ჩემ შვილს უნდა რომ პოლიციელი გახდეს. იქნებ დაელაპარაკო, როგორ მოიქცეს, გამოცდა როგორ ჩააბაროს. კარგი, იბრაჰიმ ბეი, რამდენიმე რჩევას მივცემთ, ხომ ასეა ფელო? რა თქმა უნდა. გმადლობთ. შენ შვილს ჩემი ტელეფონი აქვს? ო, აქვს. რამდენი წლისაა? 19-ის. მართლა? ძალიან კარგი. რა კარგი დღეა. ბევრი ტკივილი კი გადავიტანე, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვებმაც გაიხარეს, იმხიარულეს. ნეტა ჩემი ჰუსეინიც აქ ყოფილიყო. ალბათ რაღაც საქმე გამოუჩნდა დეიდა ელვან. მოვა. რა იყო დედა, რატომ მიყურებ? ისე შვილო, ისე. შორიდან გეფერები.
დალია მეგობარო. ბავშვობა გამახსენდა. წავალ ჩვენებს დავხედავ. აღარ ჩანან. პელინიც კარგი გოგონაა, მაგრამ მომერის გული სხვას ეკუთვნის. მოემზადეთ. შესანიშნავი ქორწილი გველოდება. საცოლე რამალე დაივიწყა. დაივიწყებ და აბარა. სიბელი ომერის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირდა. ეს გოგო კი სულ სხვანაირია. ლამაზია, მომხიბვლელი. ფადიშაჰის ხალიშვილი გეგონებათ. გოგონებო ლამაზი ტანსაცმლისთვის ფულის შეგროვება დაიწყეთ. დიდებული ქორწილი გველოდება. დიდებული. აი ნახავთ. ნახავთ რა ქორწილი იქნება. ერთი წუთით თუ შეიძლება. რა თქმა უნდა ომერ. დროებით. დროებით. რა მოხდა ომერ? ხალხთან რაზე ლაპარაკობ? ელიფსე? არ გწვენია? რატომ ომერ? ხომ გიყვარს? მელიქე. ბიძია, დეიდა ელიფი მოვიდა. ვინ? დეიდა ელიფი. სიმართლის თქმა არავის სიამოვნებს. ელიფ. თქვენთან ვიყავი, მეზობლებმა მითხრეს რიტუალზე არიანო და აქ ვართ. არ უნდა მოვსულიყავი? არა, რას ამბობ? მოხდა რამე? არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ ხელავდი. რაზე? დღევანდელი შეხვედრა. შენი იდეა იყო? ელიფ, რა მნიშვნელობა აქვს? თავარია მიზანს მივაღწიოთ. შენ ამაზე იფიქრე. ჩემთვის აქვს. თუ შენი იდეა იყო, ესე იგი ჩემი დახმარება გინდა. შენს გულში ჯერ კიდევ ვარსებობ. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა, ელიფ. ამაზე ნუფიქრობ, კარგი? ომერ. გამარჯობა, ელიფ. საღამო მშვიდობის. ომერ. ყველა შენგელოდება. საღამო ნათლიამ უნდა გახსნას. მუსიკოსებიც მზად არიან. წამოდი. კარგი, მოვდივარ. ნოღელო, დამშვიდდე. გაერთე. აქ ხომ არ იდგები? წამოდი, გაერთობი. გულს გადააყოლებ. წამოდი. არა, გმადლობთ. კარგად ვარ. ჩვენებური ცეკვა არ იცის. მხოლოდ ფლამენგოს და ტანგოს ცეკვავს. დაუგარით. ადექი. წამოდი, ელიფ. ვიცეკვოთ. არა, არ მინდა, გმადლობთ. წამოდი, ის რაღაც ფლამენკო გვასწავლე. ეს ჩვენებური ფლამენკოა. რა გჭირს, ანგარაში მუშაობდი და ხელები სწორად დაჯერა ვერ ისწავლე? ასეა. რა ქნას? მეტი არ შეუძლია. კარგი ერთი. მართლა ფელო. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. რაღაც ამაღელვებელია, თანაც მხიარული. ელიფ, შეხედე, ფელო გეძახის. წამოდი, ნუ გცხონია, იცეკვე. გული გადააყოლე. წამოდი.
Çekmesini bileceksin. Mutlu olduğun günlerde de sallamasını bileceksin. Ama sen ol, hiçbir zaman dostunu üzmeyeceksin. Hayatta sana bu dersi versin be. Her şey senin olsun arkadaş. Ne dert sana ne bana uğrasın. Hayatı tesbih yapmış, senle beraber yürüyoruz. Gönlüme dikili mezar taşına bekleme yazdırdım boşu boşuna. Sevmemiş diyorlar Allah aşkına. Söylesene söyle inanayım mı? Söylesene söyle inanayım mı? Hayatı tesbih yapmışım sallıyormuşum. Adını duydukça anlıyormuşum. Deli diyorlarmış benim halimle. Gelmişine geçmişine sayıyormuşum. Gelmişine geçmişine sayıyormuşum. Ablan Alfred. ომერ დამთავრდა კარგი იყო გმადლობ აგე არ იცისო მშვენივრად ეკავდა არა მელიქე ყურადღებას ნუ მიაქცევ წამოდი ჩვენ ვიცეკვოთ მუსიკოსებო დაუკარით სად მიდიხარ უნდა მივულოცო კარგად ვარ ნუ ღელა გამარჯობა გილოცავთ გმადლობთ გილოცავთ გმადლობთ კარგად ხარ სულ არ მტკენია კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენთვისაც მალე მომელოცოს გმადლობთ მაპატიეთ არ ვიცოდი აქ თუ მოვხვდებოდი რატომ წუხდებით რას ბრძანებთ გმადლობთ მიხარია რომ გაგიცანი რაც გინდა ის იყიდე კარგი მე წავალ დარჩით გთხოვთ მადლობელი ვარ პირიქით ნახვამდის მოიწყინე არა არა პირიქით შვენივრად გავერთე მაგრამ აღარ შეგაწუხებ შენთვის უცხოები ვართ არა სინიორინა მეც ამ ქვეყანაში გავიზარდე კომისარო რადგან მდიდარი ოჯახიდან ვარ ამით არაფერი იცვლება სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ელიფი ზოგჯერ ძალიან მაკვირვებს
კიდევ დაგისხამ? კიდევ დარჩა? ისევ ეს მინდა. ახლავე. შენ ოღონდ მითხარე. ელიფის გამო ნერვიულობ? შენ მაინც გაჩვენდი ფელო. სადი მოიტანა. ახლავე. ომერ. არის რაღაც, რასაც ვერ გავექცევით. ხომ იცი? ჩაის რატომ სვამ? კარგი, მერე ვილაპარაკოთ. საღამომშვიდობისა. ამდენ სად იყავი? ვერ მოვიცალე, მაპატიეთ. დაგერეკა მაინც. მაპატიეთ. საღამომშვიდობისა, დალევ. მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. რა მოხდა? ასლის ქმარს, თანერს. წუხელ თავი მოუკლავს. რას ამბობ? როდის? წუხელო. აქამდე რატომ არ გვითხრეს? რა ვიცი, ჩემი ბრალია? ოჯახთან დაკავშირება უცდიათ, მაგრამ ვერ გააგებინეს. ჩვენც ახლა ხან დაგვირეკეს. სად მიდიხარ? შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი არ არსებობს, ომერ. როგორ ჩანს, სინდისის კენჯნას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, სულ ესაა. საქმის დახურვას ცდილობენ, მათ ნოუჯერებ. მართალია, შენთვის ეს საქმე დახურულია, მაგრამ ჩემთვის არა. ომერ, მოიცადე, ჩვენც მოვდივართ. გაიქეცით, არ დაგაგვიანდეთ. ვერაფერი გაიგონა? მაგალითად ხმაურე. რომ გამეგონა ხომ შევეწინააღმდეგებოდე. მაპატიეთ კომისარო, მაგრამ ძალიან ღრმა ძილი მაქვს. რომ გაიღვიძე? რომ გავიღვიძე, ჩამომხჯვალი დამხვდა. საბრალო, ალაჰმა შეუნდოს. მერე? მერე ვიყვირე. ზედამხედველები შემოცვივდნენ. ჩამოხსნეს. საძოლზე წერილი დაუტოვებია. პროკურორი მოვიდა და წაიღო. სულ ესაა. რატომ შეწუხდნენ? რა შეწუხებაა? ბებერი მგელი არასდროს იღლება. თავარია თქვენ დარწმუნდეთ. შედეგი? მე ვერაფერს ხედავ. ხელთათმანი გააქვს? მაქვს. თანერისაა? გავიგებთ. ვინიცის ბოლოს როდის დაასუფთავეს? შეიძლება ვიღაცას დაუვარდა. ან თანერს დაუვარდა. ო, შესაძლებელია. მაგრამ არ ამგონია. პროკურორის დასკვნაში წერია, რომ ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობა. ცეხის პროკურორმა წერილი გამოგზავნა. ელო, გამომართვე. მაპატიე, საყვარელო. მიშველეთ. წამოაყენე წერილი დაწეროს. ადექი. მიდი დაწერე. არ ვიცი, ვინ გადაგიხადათ, მაგრამ 5 მაგს გადაგიხდით. მე არაფერი დამიშავებია. დამეხმარეთ. ადექი. მიშველეთ, დამეხმარეთ. დამეხმარეთ. ტყუილად-ტყვირი ვერავინ გაიგონებს. ან დაწერო, ან მოკვდები. მიდი დაწერე. დაწერე მეთქი. მაპატიე ასლე. მამა შენი მე მოვკალე. არც მიგვირს. ყლელი იყო. სინდისის კენჯნა არ მოასვენებდა. ამ საქმეს მე გამოვიძიებ. ფელო. კარგი, პროკურორ შევატყობინებ. საქმეც წამოვიღოთ. ღირის პასუხი როდის იქნება? ძალიან მალე.
წავიდეთ. ჩვენ მოვჭით პატიმარს მიხედა. აქ დამელოდეთ. გამოყვებით. ნომეგამათებით ერჩით. საღამო მშვიდობისა, მე კომისარი ომერ დემირი ვარ. თაიერ დუნდარს უნდა დაველაპარაკო. ერთი წუთით. არ მესმის ჰუსეინის გარეშე აქ რატომ მოვედით? არც მე ვიცი. ბოლო დროს ომერს ვეღარ ვცნობ. ნახოთ. შემოვიდეს. ომერბე, ასეთ დროს რამ შეგაწუხათ? დაბრძანდით, გთხოვთ. დასაჯდომად არ მცალია თაიერბე. ფინარჰანიმს უნდა დაველაპარაკო. რატომ? აჰმედ დენიზერისა და სიბელ ანდაჩის მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა უნდა დავუსვა. მეგონა თანერის დაპატიმრებით საქმე დაიხურა. ახალი გარემოება გამოჩნდა? გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ფინარს დაუძახეთ. ფინარჰანიმი აქ არაა. დედამისთან წავიდა? მისამართი მომეცით, ან დაურეკეთ. ფინარჰანიმმა მიმატოვა. დავშორდით. მართლა? თითქოს კარგი ურთიერთობა გქონდათ. მეც ასე მეგონა. მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. თაიერბე, მისამართს ვერ მეტყვით? იცით სად წავიდა? ემიტომ მოხვედით, რომ გული უფრო მატკინოთ. კარგი, ნაბადიეთ. არა უშავს. რა თქმა უნდა, დაურეკეთ, დაკითხეთ. ეს თქვენი ვალეა. ნახვამდის თაიერბე, შეგაწუხეთ. არაფერია, ღამე მშვიდობისა. სახლში უცნაური ხმები მესმის. საკუთარ სახლში მარტო ყოფნა არ მსიამოვნებს. აბა რა გითხრა? აჯობებს ამ სახლიდან გადახვიდე ელიფ. ან გაყიდო. გულიც გჭირდება. იქნებ ეს სახლი დაწყევლილია. დედა და მამა ისევ ამ სახლში არიან, ბაჰარ. ეს ჩვენი სახლია. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სახლი შევინარჩუნო. თბილ და მყუდრო კერას ისევ შევქმნი. ომერ. ცუდი ამბავი უნდა შემეტყობინო, არა? ელიფ. თანერი დაიღუპა. თანერაკ სალემ.
ზერინდენი ზერე. წვანი დაიჭირე. საჭმელი მზადა. თავდასხმა. თავდასხმა. ორი დღის შემდეგ. მოგბრძანდით. ხოჯამ აპატიეთ დამაგვიანდა. არა უშავს მოგბრძანდით. მაინც სულ ამ მაგიდასთან ვზივარ. გამუდმებით ვწერ და ვკითხულობ. ხოჯა თანერის ხელნაწერები შევაგროვე. საკმარისია? საკმარისია. შესაბამის დასკვნას გამოვიტანთ. მის ხელმოწერას შევისწავლე. იმასაც გავიგებ სტრიქონებს შორის რას გულისხმობდა. მერე კი გეტყვი ამ წერილს რა მდგომარეობაში წერდა. ვიცი რომ პროფესიონალი ბრძანდებით. ახლა გააკეთეთ, ძალიან ლამაზია. რამდენიმე თვის წინ დავხატე. თუ მოგწონს შენი იყოს. გამომართვენ. არა ხოჯა, რას ბრძანებ, თუ ხერხულია. რატომ ყველაფერს ადამიანებისთვის ვაკეთებ? ჩემი სახელოსნოდან მიდის და სხვის კედლებს ამშვენებს. რა წერია? ომერ. გამარჯობა. გამარჯობა. ახალ ოფისს გილოცავ. ძველი ოფისი ვიცივი არა. მიხარია თუ მოგწონს. გმადლობ. როგორ ხარ? არა მიშავს. თანერის ამბის შემდეგ აღარ შეგაწუხე. უკეთ ვარ. იმედია დღეს ცუდი ამბის სათქმელად არ მოსულ ხარ. გგონია ცუდი ამბების შეტყობინება ძალიან მსიამოვნებს. ესე ჩემი პროფესიის ნაწილია. რა მნიშვნელობა აქვს მე მაწყენინებ თუ სხვას? ომასია. ხელში რა გიჭირავს? საჩუქარია. შენი ახალი ოფისისთვის. ძალიან ლამაზია. ერთმა კალიგრაფმა მომცა. რომ დავინახე შენ გამახსენდე. იცი რა წერია? რა თქმა უნდა. იყავი ისეთი როგორიც შენ ხარ. ან ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ.
სადმე დაგიდე, რომ შეხედავ გაგახსენდები. კარგი, მივდივართ. ცად, ნუ მეკამათები, წამოდე. ომერ, სისულელის ნუ ამბობ, ვერ წამოვალ, დრო არ მაქვს. უნდა წამოხვიდე. ომერ, გამოცანებით ცხოვრებამ დამღალა. იმედი ამჯერადაც ტომარას არ ჩამომაცვამ. სასაჭირო გახდა რატომაც არა. სად მიდიხარ? ღვეზელი უნდა ვიყიდო, მშია. გინდა? არა, მეგობარო, ერთი ღვეზელი. ახალი იყოს, გუშინდელი არ მინდა. რას ბრძანებ, სულ ახალია. ძალიან კარგი. ამას ვის ვხედავ? კომისარი ომერი ჩვენს ახალ ოფისს წვევია. რახანი არ გამოჩენილ ხართ? როგორ გიკითხოთ? ერთი მდნარი ყველით მომეცე. წავიდეთ, ელიფ. ბაჰარ, მოგვიანებით დაგირეკავ. არ მინდა. გამარჯობა. გამარჯობა. ის არა ნორმალური ისევ ჰოლდინგში მუშაობს? ვინ? ვინდა ის ლევენტი, მაღალი? ხო, მაგრამ მასთან ასე არ უნდა მოქცეულიყავი ომერ. ეგ ბიჭი სულ არ მაინტერესებს, ელიფ. თუ არ გაინტერესებს, ნუ მეკითხები, კომისარო. კარგი, სინიორინა. უკაცრავად. რომ გკითხეთ. გისმენთ, ღილთან დაკავშირებით რა გაირკვა? არაფერი ბეი, თან ერის ღილი არ აღმოჩნდა. ზეცხვისი თითის ანა ბეჭდებია. იმ პატიმრის, რომელიც იმ საკანში თანერამდე იმყოფებოდა. იმ თოგზე, რომლითაც თავი ჩამოიხრჩა, მხოლოდ თან ერის თითის ანა ბეჭდებია. მერე? რაღაც ელოდებით. მტკიცებულებები ხელთ გვაქვს. აშკარა თვითმკვლელობაა. მკვლელმა თავი მოიკლა, მორჩა და გათავდა. მეც მაგას ვამბობ, მაგრამ ვერავის შევასმინე. რატომ ვერ შეასმინე? თვითმკვლელობის ფაქტი ციხის პროკურორმაც დაადასტურა. რაღაც ეჭიდებით. 80-მდე გაუხსნელი საქმე გვაქვს. ვიდრე თავს მოიკლავდა, წერდა რომ შვილო, ხელწერა ემთხვევა. კრიმინალისტის დასკვნა არსებობს. ხო, მაგრამ რა ვიცით, რომ თავისინებით დაწერა. იქნებ ძალა დაატანეს. ომერმა თანერი ციხეში მოინახულა. თანერმა უთხრა, აქედან თუ გამიყვან ამ საქმის ორგანიზატორის სახელს გეტყვიო. ვისაც სიკვდილი უნდა გარიგებაზე რატომ წავა? თავის მოკლის სურვილი ადამიანს უეცრად უჩნდება, გესმის? ამ დროს სხვა რამეზე აღარ ფიქრობს. ბეი, მართალი ბრძანდებით, მაგრამ ერთი დღე დაგვაცადეთ. საღამომდე თუ ვერაფერს მივაგლებთ, საქმეს დავხურავთ. კარგი, თანახმოვარ. მაგრამ გაფრთხილებთ.
საღამოს კამათი არ დამიწყოთ. სიტყვა. ვერაფერს მიაღწევთ, ვერაფერს. საერთოდ ვერ აზროვნებთ. კარგი, იმუშავეთ, გამოცდილებას მაინც შეიძენთ. სად არის ომერი? ჯერ განგაში ატეხა მკვლელობაო, მერე კი სადღაც გაუჩინარდა. წერილი ექსპერტიზაზე წაიღო, მერე არ ვიცი. არც მე ვიცი. რადგან არ იცით, ესე იგი რაღაც ჩაიფიქრა. მეტი სიფრთხილე გმართებს ელიფ. სხეულის ენა უნდა ისწავლო, რომ შენი ირგვლივმყოფი ადამიანების ბუნებას ჩასწვდე. ეგ აბსურდული თეორია ფსიქოლოგიური ლიტერატურის გასასაღებლად მოიგონეს. არ გეთანხმები ელიფ. როცა ადამიანი ტყუილს ამბობს, ეს აშკარად ეტყობა. ხო, მაგრამ ყოველას ერთნაირი საზომით ვერ მივუდგებით. მომისმინე. ტყუილს რომ ვამბობთ, თვალის გუგები გვიპატარავდება. ხელის სახისკენ გაგვირბის. მზერას ვარიდებთ. მაგრამ თუ ადამიანი გულწრფელია, ამგვარი ჩვევები არ ახასიათებს. ესე იგი ყველაფერი იცი. ყველაფერს ხვდები. ვინ ტყუის, ვინ გულწრფელია და ვინ მკვლელი. გამონაკლისის გარდა. დააგვირდე, იქნებ შენც მიხვდე. სულაც არ მინდა რომ მივხვდე. ეს ცუდი იქნება. განსაკუთრებით ჩემთვის. მე არავის ვატყუებ. მოდი აქ. იმ ქალს ხედავ? თავსაფრიანს? იმ ბავშვიან ქალს? ხო. ახლა იმ ქალს ტანსაცმელს რომ ათვალიერებს, საფულეს ამოაცრის. ომერ, ცისულელის ნუ ამბობ, ნორმალურ ქალს გავს, რას ერჩი? ნახავ თუ არა. ხედავ რა დაძაბულია. თუმცა ცდილობს დაფაროს. თან ბავშვიან ქალს თვალს არ აშორებს. ახლა ნახე, ბავშვიანი ქალი რაღაცას კითხავს. ხომ ხედავ? შეხედე როგორ ეტყობა რომ ტყუის. არაბუნებრივად მოძრაობს. ესე იგი ტყუის. აი ამოაცალა. ომერ, რა მიიღონე? ქურდია. დამშვიდდი ელიფ, ნუ ღელავ. ყურადღებით რომ ყოფილიყავი, ამ ორ პოლიციელს დაინახავდი. მოაგვარებენ, ნუ ღელავ. კარგი. კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო, სინიორინა. წამოდე. გამოჯამრთელებას გისურვებთ. კიდევ შემოვივლით. გამოჯამრთელებას გისურვებთ. თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მექნება. ვინმე მიცის აქ რომ ვარ? არავისთვის შეგვიტყობინებია. არც პირადობა გქონდათ და არც ტელეფონი. თქვენი სახელი თუ გახსოვთ, ან ის ბოლოს რა შეგემთხვათ? არა. არ მახსოვს. არც სახელი მახსოვს. გაიგეთ იახტა ვის ეკუთვნის. ყველაფერი ჩაიწერე? დიახ, ჩავიწერე. ნახვამდის. საქმეში ომერიც ჩართულია. არა უშავს. იახტა ჩვენ სახელზე არაა, საშიში არაფერია. ქალი სად არის მეთენ? მეთევზეებს ველაპარაკე. სანაპირო დაცვა მოსულა და კატერი წაუყვანია. სხვა არაფერი ვიცით. რას ამბობ, სულ გაგიჯდი?
ის ქალი ახლავე იპოვე და მოკალე. ვიდრე ხმას ამოიღებს მეთინ ეფენდი. სამუდამოდ უნდა დაადუმო, გასაგებია? ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუ